გამარჯობათ, როგორც ყოველთვის, კვირის მანძილზე შოუ ბიზნესში მომხდარი ახალი ამბებით ეთერშია პროგრამა ინფორმატორი. გასულ შაბათ-კვირას ახალგაზრდულმა კავშირმა სახელწოდებით მატარებელი საკმაოდ მოძრავი შემადგენლობა შეკრიბა და გეზი თელავისკენ აიღო. აქცია საკმაოდ მრავალმნიშვნელოვანი და პროპაგანდისტული დევიზი ჰქონდა: ერი ჰეროინის წინააღმდეგ. სემინარი ამ პიკანტურ თემაზე კახელებმა ჩვეულის სიდინჯით მოისმინეს და შემდეგ ასევე დინჯად გაესნენ თბილისელი მუსიკოსებისა და პოეტების შემოქმედებას. სხვათა შორის ზუსტად ამ აქციის დღეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტიც მოხდა. დუტა სხირტლაძემ 10 წლიანი შესვენების შემდეგ აღადგინა ჯგუფი ღამურები. ნარკომანიის წინააღმდეგ ჩამოვედით და გევედი პრემიაზე. I intend to come with you. მე როგორც ექიმი შემიძლია გითხრათ, რომ ეს პრინციპში გადაუცვლელი პრობლემაა. ნარკომანია ყოველთვის იქნება და იარსებებს, ვინაიდან ის არის გაფარებული ადამიანის იმ თვისების, ასე ვთქვათ, წარმოჩენაზე და იმ თვისების დაკმაყოფილებაზე, რასაც ქვია სიამოვნება. სიამოვნება მოგესალმებით ადამიანი დაავადებული იმისთვის, რომ იარსებოს იმისათვის, რომ თავის თავს და სხვას მიენიჭოს გარკვეული სიამოვნება. ძალიან მიხარია რომ მოხვედით და ერთად გავატაროთ რამოდენიმე საათი. ფონოგრამები სახში დაგვრჩა. და უკაცრავად რომ ცოცხალი შესრულება მოგვიწევს. Ebro Georgia baby. Amana vashli vigide. Samurave. სისხლე წინაპარი ამოიგმინებს შეიკრიბება საწყაური ნებულის ხელში იგრუნებს ქვათა ჰარმონიას ფარული ციფრი მოკვდინებული დიონის ეწევს საწნახელში და შემოდგომის მხურვალ კალთას ეყრება იფქლი გვინდა გითხრათ რომ 10 წელია უბრალოდ ერთად არ დაგვიკვრია.
და დღეს პირველად ავიღეთ ელექტროგიტარები ხელში. რეპეტიციაც კი არ გაგვივლია ამ ინსტრუმენტებზე სახში რაღაცა აკუსტიკურად გავიხსენეთ და თუ რაღაცას დავუკრავთ და ეს მოვახერხებთ ძალიან კარგი იქნება და თქვენი გამხნევება დაგჭირდება რა თქმა უნდა. უკვე კარგია. როგორც სისხლი ცისფრად კანზე მჩანვარი რითმა თუ ხარ აჭარელი და თუ ბუნებაში შენს გარშემო მრავლად მოიპოვება ისეთი ხე, როგორიც არის ბამბუკი, შეგიძლია თამამად იმოქმედო. სწორედ ასეთი თამამი მოქმედების შედეგები იხილეს გუშინ საგამოფენო ცენტრ TMS-ში მისულმა თბილისელებმა. ყველა აქ გამოფენილი ნივთი ბათუმელს შემოქმედებს ეკუთვნით, ხოლო დიზაინი ხატვარ გიორგი ჩაუშბას, ბათუმურ ბომონში პიპოს სახელით ცნობილ პიროვნებას. სხვათა შორის მათი ავეჯისთვის სრულიად უცნობია ატრიბუტი ლურსმანი. მოკლედ თქვენ თვითონ ნახეთ თუ რა ხდება საგამოფენო ცენტრ TMS-ში. პარასკევს საღამოს ვაკის პარკში, კერძოდ გოლფ კლუბში კონცერტი გამართა ჯგუფმა 33A. ღია ცის ქვეშ შეკრებილმა თაყვანისმცემლებმა ღამის პირველ საათამდე მოილხინეს. ელელა დავიწყო. დავიწყო. დაიღნება გაიმის ჯასო საფერებს ვისდროს ხაბე უკვე ზეს დაიწყება ცხელი
ხაზზე ვხატავ შენ ლაბასთან ჩემო მაია შენ ალეს ჩემო სიცოცხლე ერების ვაში ჩვენზე ვარდავში დიზაინერი მაკა ნაცვლიშვილი ახალმა იდეებმა შეაწუხეს და მანაც სასწრაფოდ გადაწყვიტა ეს იდეები ხალხისთვის გაეცნო. ჩვენებას სეზონის შესაბამისად ღია ცის ქვეშ გაიმართა. ჩვენების ორგანიზატორი იყო სალონის სტუდია არტ ნოემა. აი ასე მოდაზე ჩვენს თანამემამულე დიზაინერებს ზაფხულის ცხელ დღეებშიც კი ეფიქრებათ. ერთად ჯაზური პრინციპით ვიმუშავეთ. მე ვიყავი, ის იყო ოდესღაც ჩემი მოწაფე. მე შევცვალეთ როლები, ვინაიდან მე არ ვიცოდი ბატიკის ტექნიკა და თამარისე კორექტულად, ასე ვთქვათ, მაძლევდა მიმართულებას, მაგრამ მე მგონი გამოგვივიდა რაღაც ცოტა მაინც. მე დავიწყე მოღვაწეობა სალონ ირიდაში. ხათუნა ჯაფარიძე იმყოფება ჩვენ შორის, ვინც იყო ამ სალონის ორგანიზატორი, ჩემი მეგობარი და სულის ჩამდგმელი. ამის მერე მე ჩამოვაყალიბე ჩემი სტუდია სალონი ნოემა, მაგრამ ნოემა ნიშნავს სულხან საბას ლექსიკონის მიხედვით მშვენიერებას. ამ კვირაში ასეთი ამბები ხდებოდა საქართველოს პატარა შოუ ბიზნესში.